იმაზე გეტყვით ჯერო თქვენ ჩამოთვალეთ რომ მოღალატეო და რაღაც მელიასთან თუ ნაცებთან ერთად გადატრიალება საკითხი უარესი მაშინ გახსოვთ ისიც ითქვა რომ თითქოს გიორგი გახარია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებთან ერთად გეგმავდა გადატრიალებას გახსოვთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენ პროკურატურაში შევიტანეთ კიდეც განცხადება ნათია მეზრუშვილმა მაშინ მახსოვს და ვითხოვდით გამოიძიეთ ახლა თუ აქ ვიღაცა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რაღაც გადატრიალებას აპირებენ მოდით გამოიძიეთ და მე ამაზე გახსოვთ რა პასუხი გაგვცა ირაკლი კობახიძემ რომ ეს ყველაფერიო პოლიტიკური განცხადება იყო ამიტომ რაც არ უნდა ილაპარაკონ ქართულმა ოცნებამ თავად ჩაიყენა თავი იმ მდგომარეობაში რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს სერიოზულად მიიღო ეს ძალიან რთულია იმიტომ რომ ხვალ შეიძლება თქვა რომ ეს იცით ყველაფერი იყო პოლიტიკური განცხადება მაგრამ მას პატიმრობა მიუსაჯეს მას პატიმრობა მიუსაჯეს ერთ დღეში ორი სასამართლო ჩატარდა 20 ივნისი რომელზეც მათივე ტექსტები ალბათ უნდა გავიხსენოთ რა განცხადება პირდაპირ თქვა აპრავებდნენ კი არა ღია დეფა სახელმწიფო გადაარჩენა ამბობდა ხო გიორგი გახარიაზე და ჩორჩან რომელზეც აი არ ვიცი რომ მაწამონ ვერ დავიჯერებ რომ გიორგი გახარია მარტო მოქმედებდა მე ერთი ადამიანი ვერ დავიჯერებ რომ სუსმა თუ არაფერი იცოდა მაშინ ისი სუსი იყო აქედან დავიწყოთ სხვა თუ არაფერი ხო რა მინდა რომ მკითხოთ ანუ მას მიუსაჯეს პატიმრობა ახლა ივანიშვილისთვის რომელმაც გარეწარი უწოდა თქვენს ლიდერს და თქვა რომ ეს გარეწარი და მასთან ერთად მყოფი ყველა დაიშჭება ნუ თქვენც მათ შორის ალბათ ყველაფერს იზამს რომ გახარია წავიდეს ციხეში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ეს აღასრულო? რამდენადაც გიორგის არ აქვს პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ აქვს ბინადრობის ნებართვა თუ მოწმობა, ხო, გერმანიაში. დიახ. როგორ ჩამოიყვანენ თქვენი აზრით? ეხლა ყველაზე საინტერესო აქ არის ჩემი აზრით აქ ყველაზე საინტერესო არის ის რომ პროპაგანდა, ხანდახან პროპაგანდა, როცა ძალიან გაექცევა და გაერთობა და ჩათვლის რომ მას ყველაფერი გამოსდის, ისეთ შეცდომებს უშვებს, რომელიც მის წინააღმდეგ მუშაობს. მაგალითად იგივე ის რომ ერთ დღეში ორი საქმე შეიტანეს, ეს პირდაპირ დადასტურება მისი, რომ ამას არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან, სამართლის აღსრულებასთან, რომ ეს პირდაპირ პოლიტიკური დაკვეთა, პირდაპირ შურისძიების შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ერთ დღეს ორივე საქმე გენერალურ პროკურატურაში, თბილისის პროკურატურაში ორივეს ერთ დღეს გაეღვიძათ და გადაწყვიტეს ეს საქმეები და წაეღოთ, ეს ხომ პირდაპირ დადასტურება ამისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის შურისძიება. დიახ, თქვენ სწორად გაიხსენეთ, მაშინ მე რეგიონში ვიყავი, მახსოვს, როდესაც ჩემმა მშობლებმა, ხანდაზმულებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ აი ახლა ტელევიზორში გამოაცხადა მან ბიძინა ივანიშვილმა, რომ დაგიჭერთ ყველასო. ნუ გეშინია სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებსო. რაც არ უნდა კონდეს გეგმაში ქართულ ოცნებას და მინდა გითხრათ, იცევე იგივე როცა არის საუბარი, აი რა განცხადებებს აკეთებდა გიორგი გახარია, არა მხოლოდ განცხადებებს, გადაწყვეტილებებს იღებდა ქართულ იქ იყო ოცნებაში იყო თუ გარეთ იყო, უკვე არ იყო ოცნებაში. 20 ივნისს ეხება ჩორჩანას და სხვა საქმეებს. ყოველთვის ის მოქმედებდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. არასოდეს არ გვიფიქრია ჩვენ ერთდღიან პოპულარობაზე და ეს არ იყო არასოდეს ჩვენი თვითმიზანი. და რა თქმა უნდა არის რაღაც შეიძლება მყირალა განცხადებები გააკეთო და ამით რაღაცა ქულები ჩაიწერო, მაგრამ ეს არასოდეს არ იყო, არ ჩვენი ხაზი, არ ჩვენი ნიშანი, არ ჩვენი ხასიათი, ჩვენ ყოველთვის ყველაზე წინ ვაყენებდით სახელმწიფოს ინტერესებს. აი იმათგან განსხვავებით, ვისაც დღეს რაღაცა სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მართვა გონია, რომ სახელმწიფოს ფლობს და რასაც უნდა იმას გააკეთებს და სახელმწიფოზე მინდა საკითხი დიახ და თუ შეიძლება აი რასაც ედავებიან ორგანიზატორობაზე. აი თუ ვინმე არის ორგანიზატორი იმის, რაც მოხდა 20 ივნისს. ეს არის ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვლა გავრილოვი, ირაკლი კობახიძეს 2 საათში რო გაეკეთებინა განცხადება და გადამდგარიყო. 2 საათში რომ მოეხადა ბოდიში ის რაც შემდეგ მოხდა შემდეგ შეიძლება არც მომხდარიყო. ირაკლი კობახიძე არის ორგანიზატორი ყველა იმ საშინელების, რასაც ამ ბოლო წლების განმავლობაში უყურებთ. ირაკლი კობახიძე არის ქართული ოცნების პრემიერებს შორის პირველი და ერთადერთი პრემიერი, რომლის დროსაც პოლიციის მიერ დაკავებული ადამიანების შემდეგ ცემა, ძვლების ჩამტვრევა, სექსუალური მუქარა პრაქტიკულად ნორმა იყო. ირაკლი კობახიძე არის ორგანიზატორი ყველაფრის. კი, სადღაც წავიდა გომელავ რაღაც ახლა მას რო წერს
ჩვენებებს ხარაზიშვილი და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი, მაგრამ მათი პასუხისგებლობა არსად გაქცეულა. როდესაც გოგონ ჟურნალისტი, ქალი ჟურნალისტი ლამის კისერმოწყვეტილი დააგდეს, ყველა უყურებდით ამას. ვინ არის ამ ყველაფრის ორგანიზატორი? ირაკლი კობახიძე, რომელმაც შემოაბრუნა გატანილი კანონი. ირაკლი კობახიძეა ის, ვინც 28 ნოემბერს გამოგვიცხადა, რომ ევროპის კურსს უნდა შევეშვათ და რაღაცა გადავავადოთ. ყველაფრის ამის, რასაც ახლა უმსგავსებას უყურებთ. მე გეუბნებით, როგორც ქართული ოცნების ყოფილი ამომრჩეველი 2012 წელს მივეცი ხმა და 20 წელს მივეცი ხმა. იმიტომ რომ ჯეროდა იმის, რასაც გახარი გვპირდებოდა, რომ ჩვენ ჭირდებოდა კორუფციასთან ბრძოლა, ჭირდებოდა სტრატეგია დეოკუპაციის და ქვეყნის მომზადება სისტემური ცვლილებებისთვის და ეს მოხდებოდა კოალიციური მმართველობის პირობებში და თუ რამე ცუდი მოხდა ამ ბოლო წლების განმავლობაში, პირდაპირ არის ორგანიზატორი ირაკლი კობახიძე და ეს გაითვალისწინოს, როდესაც გიორგი გახარიას აბრალებს ორგანიზატორობას რაღაცის და ორგანიზატორობას და სხვათა შორის არ დაგავიწყდეთ რისით მაჩხსოთ. აი მე ახლა უბრალოდ საუბარში შემოვიტანდი ბიძინა ივანიშვილის ორგანცხადებას. მე წეგან იმიტომ შემოვიტანე თქვენთან საუბრის დასაწყისში მელიას თემა, რომ იგეგმება ჩვენი ინფორმაციით, რომ მისი გადადგომაც კი მელიასთან დაკავშირება, ხომ იცით რამდენი განცხადება გაქვთ ხომ მოსმენილი დროში დამთხევა მისი გადადგომის და ეს ნამდვილად განიხილება, რომ მელიაც შემოიყვანონ როგორც გახარიას თანამზრახველი ამ პირიქით და ორი განცხადება ივანიშვილის. ივანიშვილი ამბობდა უკვე გაბრაზებულზე, გახარიას თაობაზე, რომ როცა გადადგა, გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი, მაგრამ იგივე ბიძინა ივანიშვილი 17 ივლისს მაგალითად 2019 წელს გახარიას გადადგომაზე 20 ივნისის შემდეგ, როდესაც საზოგადოება მოითხოვდა მის გადადგომას, ამბობდა, რომ ახლა გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატიო და ივანიშვილი ამბობდა, რომ 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვები არ არსებობს და რომ მან გადაარჩინა სახელმწიფო. ახლა სწორედ აი რადგანაც პირველი წავიკითხე გაბრაზებული ივანიშვილის განცხადება, მას ჩემი აზრით ძალიან უნდა ნახოს ციხეში. სწორედ მელიას გვერდით საკანში უნდა ნახოს გიორგი გახარია. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ და რამდენად სწორია პოლიტიკურად ამ დროს გახარია რომ არის წასული. ანუ ეს გეთვლება თქვენი აზრით ლიდერის გაქცევაში თუ ეს არის არ ვიცი რა თქვენ. ჯერ 20 ივნისზე დავამთავრეთ და მე ამაზე გიპასუხებ ძალიან საინტერესო დასკვნები შეიძლება გამოიტანონ თვითონ ოცნებაში არ ვიცი უკვე გასული არიან გონების და გულსიქეთ და თვით გადარჩენის ინსტინქტით თუ იხემძღვანელებენ. 20 ივნისს რაც შეეხება გიორგი გახარია და ჩვენი პარტია იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამნისტიას. რიგითი პოლიციელებისთვის და მოქალაქეებისთვის კი უჭერდით მხარს, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, პოლიტიკოსებისთვის ამნისტიას ჩვენ არ უჭერდით მხარს. ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირა მხარი ამნისტიას. მელი არ უჭერდა მხარს, სხვათა შორის ამნისტიას. ძალიან კარგი. ესეც უნდა გავიხსენოთ. თავარი ქართული ოცნება. ამას გამოიყენებენ თქო. ანუ იმიტომ გავუსვით. აი ნახეთ რა არის საინტერესო, ახლა თქვენაც წაიკითხეთ. და ამის მერე ქართული ოცნება ბრაზობს, ხო ხედავთ რომ ბრაზობს და ცდილობს ხან ევროპა დააშანტაჟოს ამერიკასთან ვიცით რომ ცდილობს როგორღაც დაალაგდნენ ტრამპთან თან იძახიან ცალფეხზე არ ვდგებითო თან ხედავთ როგორ ეხვეწებიან და მე ვუკვირთ რატომ ვერ ახერხებენ დაალაგებას იმიტომ რომ ერთი სიტყვა მათი არინდობა იმიტომ რომ დღეს ამას ამბობს ხვალ იმას ამბობს ზე კიდე სხვა რაღაცა სიტყვის როგორ შეიძლება ეს ადამიანები ვინმესთან სადმე ცივილიზებულ სამყაროში დაალაგდნენ რომ უკვირთან ბრაზობენ რატო არ გველაპარაკებიანო ევროპელები ხო აქვთ ეს რაღაცა მთელი ამბები რომ deep state ხან გოპი თუ რა ქვია იმას გლობალური ომის პარტია რაღაცებს იგონებენ გადაწყვეტილებებს რო ვერ იღებენ აქ რეალურად აი ამიტომ გაიგონეთ ეს როდესაც თქვენ აი ასე იტყუებით როცა ტყუილი ნორმა გონიათ არ ხდება ასე ერთ დღეს ერთ რო ამბობ მეორე დღეს მეორეს მესამე დღეს მესამეს და თან ამბობ ეს პოლიტიკური განცხადება თუ არ ვიცი როგორ ამართლებენ ამას შეცდომაში შემიყვანა ეს თუ როგორ ამართლებენ ამას ეს არის ყველაზე მთავარი და რაც შეეხება გადაწყვეტილებებს ჩვენს გადაწყვეტილებებს ესეც უნდა გაიგონ რომ ჩვენს გადაწყვეტილებებზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ვერც შიგნით ვერც გარედან
ვერც გარედან და ვერც შიგნიდან, ვერც შიგნით, ვერც გარეთ, ვერავინ ვერ მოახდენს ზეგავლენას, გადაწყვეტილებებს მივიღებთ ჩვენ თვითონ. მესმის, სოფო, მაგრამ მე ხო არ შიგნით ვარ არ გარეთ. ანუ ხო, მე ჩემ კითხვაზე მინდა პასუხი მივიღო. ჩემი აზრით, კი არა, ჩემი შეკითხვის აზრი იყო ასეთი, გახარია სავარაუდოდ ის ძალიან გავლენიანი კაცი იყო ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრობისას და მერე პრემიერობის დროს და ცხადია მას დღემდე ყავს თავის საინფორმაციო წყაროები ხო ამ სტრუქტურებში გახარიამ სავარაუდოდ იცოდა რომ მისი დაპატიმრება გადაწყდებოდა და ის წავიდა გაიქცა ასე შეიძლება გავიგოთ და რამდენად სწორია პოლიტიკურად რომ დღეს აქ არ არის და ვთქვათ უცხოეთშია და მეორე თემას მერე შევეხები ხო რეჟიმიც კი ჟონავს რა თქმა უნდა თქვენს გაქვთ რაღაც ინფორმაციები რეჟიმი ჟონავს რომ იცოდეთ ბატონო ჩემო თქვენი რეჟიმი ჟონავს და რაც შეეხება ომში თუ აქ ხომ არ უნდა ყოფილიყო ხო და ნახეთ როგორ არის ომში ჩვენ ხომ გვინდა შედეგიანები ვიყოთ და რაღაცა შედეგი დავდოთ და რა შედეგს მომცემდა, რა შესაძლებლობას მომცემდა ეს. და თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რეჟიმს როცა ვებრძვიდა, რაღაცა მაგისი გეგმები აქვს, ხო? რისთვის გინდა მისი გეგმები გაიგო? რომ მე ჩაყვე მის გეგმებში, რაც მას უნდა იმის შესრულებაში დაეხმარო, თუ წინააღმდეგობა გაუწიო. თუ რეჟიმის მიზანი იყო მისი დაპატიმრება და თუ ბიძინა ივანიშვილი ოცნებობს, რომ გახარია ციხეში ჩასულს, მე უნდა შევუწყო ამ ოცნების რაღაც ასრულებაში ხელს არავითარ შემთხვევაში მე წინააღმდეგობას გაუწევ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ომში ვარ და ჩემი თუ მინდა ამ ომში მიზნამდე მივიდე, არ უნდა მივაქციო ყურადღება მათ გეგმებს, ჩემი გეგმა უნდა მქონდეს. და წვეთი ქვასხვრეთს ქართული ანდაზები მაინც ხომ იციან. მაშინ აი თქვენს და მეთანხმეთ და თქვენ თავად ვებძანეთ ეხა რომ ჟონავს ინფორმაცია. მაშინ შეიძლება თუ არა შემიძლია თუ არა კითხვა ასე რომ დაგისვათ, ხო გიორგის ქონდა ეს ინფორმაცია რომ მას და თქვენც იცოდით წინასწარ რომ მას დააპატიმრებდნენ და ამ პატიმრობისგან თავის დასაღწევად ან გადასარჩენად ხომ არ იყო მიღებული ის გადაწყვეტილება რაც მიიღო თქვენმა გუნდმა როდესაც პარლამენტში შეხვედით იმ პარლამენტში რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეთ ერთი წელი ლეგიტიმაციას არაძლევით ანუ თუ მეთანხმებით რომ ჟონავს ინფორმაცია და თუ მიდასტურებთ რომ გიორგის ქონდა ინფორმაცია რომ მისი პატიმრობა იყო გარდაუვალი ეს ხომ არ იყო ერთგვარი პრევენციული ზომა იქნებ გადავრჩე იქნებ არ აღძრან საქმე და გუნდი შედის ერიენდო მაგათ როგორ შეიძლება რას ლაპარაკობთ აი ეს როგორ შეიძლება მაგ გეუბნებით რომ ერთ ნახევარ ნაბიჯი არენდობენ საკუთარი ოჯახის წევრები არენდობიან ალბათ როგორ შეიძლება ამ ხალხის ნდობა მე სხვა რამეს ლაპარაკობ აი როდესაც ვლაპარაკობთ რეჟიმი რო კი ახლა ჩვენ ვიცოდით ახლა შეიძლება არ ვიცოდი რიცხვი და თარიღი რომ აი ზამეც გუშინ წინ ამას გააკეთებდნენ მაგრამ ვიცოდით რომ ეს საქმეები აუცილებლად წავიდოდა სასამართლოში სასამართლო არ ქვია იმას რაც გვაქვს რეალურად ეს ვიცოდით მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ შეიძლება ვინმეს რაღაც ნაბიჯენდო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათ გადაწყვეტილებებზე არ არის დამოკიდებული ჩვენი გადაწყვეტილებები ეხლა რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას რატომ აი ასაკრძალ პარტიათა სიაში თქვენი პარტია არ მოხდა იმის მიუხედავად რომ სახელმწიფოს ღალაც აბრალებენ კაც ჩორჩანას თემა მეტი არაფერი არ არის ხო ანუ ლოგიკურად ეხლა ასაკრძალთა სიაში ძირითადად ნაციონალური მოძრაობა შეყვანილია წულუკიანის კომისიის დასკვნის მიხედვით 2008 წლის ომის გამო და თქვენი პარტია რომელსაც ლიდერს აბრალებენ ჩორჩანას ამ ამბავს არ მოხდა ამ ასაკრძალთა სიაში მაგრამ სამაგიეროდ თქვენ მოხდით თქვენი პარტია მოხდა პარლამენტში ხომ არ მოგატყუათ ხომ არ შეგიტყუათ პირიქით გეგონათ რომ დავაგდით როგორ გეკაბამე გადაგაგდოთ მოდით გავყვეთ ფაქტებს რომ რას ლაპარაკობთ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ როგორ შეიძლება ნდობა ახლა გულუბრყვილოს ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებთ რომელიმე ხა ყვილო მე ვარ და არა ცხადია მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ რა თქმა უნდა ასეთი ადამიანების ნდობა არ შეიძლება ერთ ნაბიჯიც არ შეიძლება ნდობა და იმიტომ აქვს რეალურად პრობლემები და იმიტომ იგონებენ 1000 გიჟეს და არათუ ნდობა არ აქვს უნარი არ აქვს ქვეყანა მართო და ყოველდღე იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს რომელსაც ყოველდღე აუარესებს მოქალაქეების ცხოვრებას ყოველდღე ადამიანების ცხოვრება ამ ქვეყანაში ხდება გაუსაძლისი და ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ ამას ვერ აგვარებენ 20 ლარით პენსიას უზრდიან და ეს უნდა მივიღოთ თურმე ნორმად და აი ეს ადამიანები ლაპარაკობენ რაღაცას ებრძვიან რაღაცა სქემები გეოპოლიტიკა
ის ვერ მოგიხერხებია, რომ შეერი არ ყავდეს ნახევარი საქართველო და ამ ადამიანებს რა გონიათ იცით? ყველაზე მთავარი პრობლემა რაც არის, რაც ახლა რამდენი წელია ჩვენ უყურებთ შევარდნაძის დროიდან დღემდე მე და შენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, რა იყო მთავარი პრობლემა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების, რომ მათ ეგონა თუ 50% პლუს 1 არა გაქვს, მართვა შეუძლებელია. გააზრებული არ აქვს პასუხისგებლობა. ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს ქვეყნის ფლობას. ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს პასუხისგებლობის ტარებას. ყველაფერზე რაც ხდება, ყველა მოქალაქეზე, იმ ახალგაზრდაზე გაქცევაზე რო ფიქრობს, იმ მოხუცზე, რომელსაც პენსია არ ყოფნის, იმ ავადმყოფზე, რომელსაც არ იცის ტოლვილად ბარდება სადღაც რომ მკურნალობა მიყოს. ყველაფერზე ამაზე თქვენ ხართ პასუხისგებლები და ვერავის ვერ გადაუნაწილებთ ამას. რაც შეეხება ჩვენ შესვლას პარლამენტში. 4 ოქტომბრის შემდეგ საერთო სხვა რეალობა შეიქმნა, რეალურად პრაქტიკულად რასაც ვაფრთხილებდით, კიდევ უფრო დამძიმდა ვითარება. რეჟიმის გეგმა რა არის? რეჟიმმა იცის თუ ის ებრძვის ევროპულ პოლიტიკას, ის ებრძვის პარტიებსაც, იმიტომ რომ ევროპული პოლიტიკა, პარტიული პოლიტიკა, აი რომ გადახედო 4 ოქტომბერს რომ დავამთავრებ თუ შეიძლება პარლამენტში, აი ამაზე სულ მინდა რომ გეკავათ. კი, ვიკამათოთ, მაგრამ ჯერ არ ჩაგიხსნიათ მანდატები. ცხადი იყო რომ ამ მანდატებს არ ხსნიდით, იმიტომ რომ ოდესღაც გამოვიყენებდი. სულიყავით ოდესღაც და ეხლა 4 ოქტომბერს რომ აბამთ რამდენად არ მინდა რომ ეხა არ მინდა რომ უხეში ვიყო, მაგრამ რამდენად კეთილსინდისიერად ეს გამოიყურება ეს განცხადება. გეტყვით ახლა ყველაფერს, რა თქმა უნდა, პირველი მე დავასრულებ იმას, არც ერთ პარტიული პოლიტიკურ რეჟიმს არ უნდა ეს ხო მოცემულობა, ხო? შენ ხო ჭკუაში უნდა აჯობო, ხო? მას უნდა პარტიების გაუქმება, რა თქმა უნდა. მას რეჟიმის ინტერესი არის, რომ არჩევნები ბოლომდე დააკნინოს და საერთოდ ხალხმა ყურები ჩამოყაროს და ნიჰილიზმი გაჩნდეს, რომ არაფერი აქ არ შეიცვლება, არც არჩევნებით, არც ისე, არც ასე და აი ეს ნიჰილიზმი და პოლიტიკოსმა პოლიტიკა არის რეალობის ხელოვნება. ჩვენ როცა მანდატები შევინარჩუნეთ, ცხადია იგულისხმებოდა, რომ ოდესღაც ამას გამოვიყენებდით და საერთოდ შეცდომა იყო მანდატების ჩახსნა და იქ რა ომი შეეძლო, იმიტომ რომ პარლამენტი არის პოლიტიკური პროცესის შექმნის შესაძლებლობა და გეუბნებით ესეთ რამეს, რომ რეჟიმის მიზანია, რომ გააქროს პოლიტიკური პროცესები ყველგან, სადაც შეუძლია ყველგან მხოლოდ თვითონ იყოს. განსხვავებული აზრის ატანა არ შეუძლია, არ უნდა ამის გაკეთება და რეალურად მორჩა დავასრულებ თუ შეიძლება და ჩვენ და ყველაზე მთავარი პრობლემა იყო ეს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ გააზრებული საკუთარი პასუხისგებლობა, ვინც არიან ხელისუფლებაში და მთავარი ნებისმიერი ავტოკრატული რეჟიმი დგას რადიკალიზმზე. ავტოკრატულ რეჟიმს დავანებოთ თავი. თუ ჩვენ გვინდა თანამედროვე სახელმწიფო, ქართული ევროპული სახელმწიფო, ჩვენ რადიკალიზმი უნდა შევამციროთ. მათაც არ ესმით, მათ ქართულ ოცნებაში არ ესმით, რომ ეს რადიკალიზმი, რომელსაც ისინი აღვივებენ და ნავთს ასხამენ ცეცხლს, ეს მათ უქმნის საფრთხე პირველ რიგში. რამდენად შეამცირებს თქვენი იქ შესვლა ამ რადიკალიზმს, ამას ახავს სამომჩეველი და ერთი წუთი დამჩა ეს უნდა გითხოთ წეგანოდარი ჩეხო ამ თემას. მე მიმაჩნია, რომ გიორგის ყველაზე მთავარი შეცდომა 20 ივნისის შემდეგ იყო ის, რომ მან არ თქვა რეალურად ვინ გასცა ბრძანება, იმიტომ რომ ივანიშვილს არ ქონდა ამაზე კითხვები, ლეგიტიმური იყო ძალის გამოყენებაო, არავის ამაზე კითხვა არ ებადებაო. 2019 წელს ამბობდა, ჩვენ ყველამ ვიცით რომ გასცა ბრძანება ვიღაცამ და ეჭვი აქვს ყველას, ხომ არ იყო ეს ივანიშვილი, ესაა ჩემი ბოლო კითხვა, 1 წუთს გაძლევთ. იტყვის იმას, რაც აქამდე არ უთქვა. მე გეტყვით ერთ რამეს, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რასაც იტყვის, როცა იტყვის, როგორც იტყვის, რაზეც იტყვის გიორგი გახარია, ეს იქნება პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით. და არა იმით, რომ არ მომიშიან, შევალ, არ შევალ, 50 წელი იქნება გარიგდები, გადაგარჩენს. მთავარი ჩვენი მიზანი პოლიტიკაში ყოფნის არის ის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი სამშობლოსთვის, ისეთი სახელმწიფოს აშენებაში, რომელშიც საზოგადოების თანხმობა გვჭირდება. უნდა ეთქვა თუ არა? სოფო, თქვენ ჟურნალისტი ხართ, მე და თქვენ საუკუნეა ვიცნობთ ერთმანეთს და ეხა გეკითხებით, უფრო თამამი მგონი ხართ, ვიდრე სხვა პოლიტიკოსები იქნებოდნენ, ჩემი აზრით. უნდა ეთქვა თუ არა გიორგი გახარიას ვინ გასცა მთავარი გადაწყვეტილება 20 ივნისს? და იყო თუ არა ეს ივანიშვილი თქვენი ინფორმაციით? მე არა მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია კონკრეტულად რომ მქონდეს, არ დაგიმალავდით ნამდვილად, არა მაქვს ინფორმაცია ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ნამდვილად არ მაქვს ეს ინფორმაცია. ინგაი ყველაფერს არ როგორ გითხრათ, ხო იცით რომ წფელი ვარ, არ ვიცი ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ რაც შეეხება 20 ივნისს
გახარია რა სიტყვა და არ იტყოდა, ამის მიუხედავად გეუბნებით რომ პირველი მთავარი, ყველაზე მთავარი ორგანიზატორი არის ირაკლი კობახიძე და ირაკლი კობახიძეს მიმართავ. აი ხა რასაც აკეთებს, აი ეს ყველაფერი ასე შემოუბრუნდება მას უკან და თვითონ როგორც აი ამ სწორედ აი ამ მუხლებით, ამ პუნქტებით, ამ ტერმინოლოგიით შეუბრუნებთ აი იმას, რასაც ის აკეთებს, რომ ის იყო ორგანიზატორი ყველაფერი საშინელის, რასაც ბოლო წლების განმავლობაში უყურებთ ქართული ოცნების პირობებში. დამიჯერეთ, ქართული ოცნების აი ხო ვუყურებთ, იყო გადაცემები, ხშირად იყო გადაცემები, მაგრამ აი ის რაც ჩვენ ვნახეთ, რასაც ჩვენ ვუყურეთ, დაკავებული, ანუ როდის გახსოვს, აი შევარდნაძის დროის მერე, არ ვიცი, რამდენი წელი მიშას დროს, მერე რამდენი წელი არ იყო ასე, რომ პოლიციელები დაჭერილებს, აი ესე ასე უსწორდებოდნენ, ეს პირდაპირ მისი პასუხისგებლობა და ამაზე პასუხისგება მას მოუწევს აუცილებლად და არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხისგებლობა. ისე არც მე არ ვიქნებოდი მათ ადგილას მშვიდად, იმიტომ რომ მაგერ ღარიბაშვილი მილიონიანი დაახტევინეს გახარიას ორ საქმეზე პატიმრობა, მოკლედ მშვიდად მეც არ ვიქნებოდი. სოფო, მადლობა.